იაშვილის კლინიკა მზადაა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ჩაერთოს. საუბარია იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს. ამ სერვისებს ასევე მიიღებენ სპინალურ კუნთოვანი ატროფიის და ბეკერის დაავადების მქონე მოზარდები. ახალი სერვისების ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკას ესტუმრა და იქ არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. მიხეილ სარჯოლაძე მექიმებთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში ნერვუკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის არსებული შესაძლებლობები განიხილა. ასევე ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ახალი კომპონენტის ეფექტურად მართვის საკითხებზე. მინისტრის განცხადებით, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ არაერთი სერვისი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდეს. მინისტრი დეტალურად გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რასაც ფლობს დღეს კლინიკა. ნახეთ ყველა ის დიაგნოსტიკური შესაძლებლობა, რაც გვაქვს დაწყებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკიდან, დამთავრებული უფრო მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობით, მაგალითად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ნახეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, დავათვალიერეთ ელექტროკარდიოგრაფიის, გულის გამოკვლევის შესაძლებლობები, ყველა ის აუცილებლობა და საჭიროება, რაც აქვს ამ პაციენტებს შესაძლებელი იაშვილის კლინიკაში სრულად იყოს გადაფარული. ამაში გულისხმობ პირველ რიგში სპეციალისტებს, ყველა ის სპეციალისტი, რომელიც საჭირო ამ ბავშვების სრულფასოვანი შეფასებისთვის ადგილზეა. ჩვენ დღეს სრულიად მზად ვართ სტაციონარული მომსახურება, სრული შეფასება გაუწიოთ ამ პაციენტებს.